Naționaluri მოძრაობის პოლიცსაბჭოს წევრი მინდა მოვიწვიოს სტუდიაში ანა წითლიძე ის გააკეთებს კომენტარს და პარტიის პოზიციასაც წარმოგვიდგენს აი ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით. ანა, მადლობა მოსვლისთვის. პირველ რიგში რა მინდა იცით ვიკითხო. ჩვენ ვიცით რომ კოტე გაიტაცეს როგორც ყვება, როგორც კოტე ასევე თინა ხომ გუშინვე გაჩნდა ამის ეჭვი რომ ეს ვიდეო არ გავდა ბუნებრივ მდგომარეობაში ჩაწერილ ვიდეოს, თუმცა გუშინ ჩვენ მედიამ ვერც თინას არც ისე ახლო გარემოცვამ ვერ მოახდინა ზუსტად იდენტიფიცირება იმისა თუ რა მოხდა. თქვენ სავარაუდოდ იყავით გუშინ მთელი დღე საქმის კურსში უკვე რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რა დამატებითი დეტალები და ნიუანსები შეგიძლიათ შესძინოთ აი ამ ფაქტობრივ გარემოებებს რომ მოიტაცეს და შემდეგ გამოუშვეს ხომ ეს ნაწილობრივ დღეს აღგვიწერა თინამ რომ მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს რომ ის სავარაუდოდ მისი აზრით იყო მოდულის შენობაში, მაგრამ აი რა იცით კიდევ დამატებით ამბავზე. მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან რომ რამდენიმე კვირის წინ თქვენ გემახსოვრებათ მიხეილ სააკაშვილის პოსტი, სადაც საუბარი იყო ზუსტად იმაზე, რომ თინა ბუკუჩავაძე შეიძლება და ყოფილიყო რაღაცა მსგავსი და რომელიც შეიძლება და დაკავშირებული ყოფილიყო და მოუწოდა მან ასევე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრებს რომ ამასთან დაკავშირებით მზად ყოფილიყვნენ. მაშინ ფაქტობრივად ჩვენ გვქონდა ინფორმაცია რომ რაღაცა მსგავსი ზეწოლა შეიძლება და ყოფილიყო თინაზე. თინას მხარდამჭერი პოსტი რომ დაიდო, იმას გულისხმობთ. ჩვენ აღვიქვით ეს რომ პარტიის შიგნით პრობლემებთან არც უამისობა იყო მე მგონი, მაგრამ არა, მთავარი აქ იყო რომ ჩვენ განსაკუთრებით იმ ფაზაში, როდესაც კიდევ უფრო მეტად ვიწროვდება ახლა ეს გზა ამ ბრძოლის, მუდმივად გვაქვს ხოლმე ეს რომ ნაციონალურ მოძრაობას განსაკუთრებით ეს წნეხი გაუვლია ნაციონალური მოძრაობის თითოეულ ლიდერს და პარტიის წევრს. ახლა 15000 პარტიის წევრია, ჩვენი მარტო პროკურატურაში დაბარებულია 13 წლის განმავლობაში და სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ჩვენი ლიდერები ციხეში ძიან და ქვეყნიდან არიან წასულები, ხო? შესაბამისად ეს ახალი არაფერი არ არის, მაგრამ თინასთან დაკავშირებით ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ალბათ ამით ეგონა ბიძინა ივანიშვილს რომ თინა როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული პოზიციები აქვს მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის შიდა პოლიტიკაში, მისთვის განსაკუთრებით ძიმე იქნებოდა მის ოჯახზე, ზეწოლა და მცირეწლოვან ბავშვებზე იყო აქ საუბარი და მე დარწმუნებული ვარ რომ მიმართული იყო იმისკენ რომ თინა ამ ყველაფერში ვერ გაძლებდა და მიიღებდა გადადგომის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ სიტუაცია რო აგიხსნათ მართლა მძიმე იყო, იმიტომ რომ მთელი ღამის განმავლობაში, ანუ აღმოჩნდა რომ სადღაც საღამოს პირველი 2 საათის შემდეგ კონტაქტი, ღამის პირველი 2 საათის შემდეგ კონტაქტი საერთოდ იკარგება ადამიანთან, არ ვიცით ეს ადამიანი სად არის და დილას უკვე, როდესაც მრავალსაათიანი ვიდეოს გამოქვეყნებამდე, როდესაც მრავალსაათიანი ძებნის შემდეგ მასთან კონტაქტზე ვერ გავიდა ვერავინ, რეალურად განგაშის სიგნალი მაშინ ჩაირთო, ხო? და გამოჩნდა როდის დაახლოებით? ვიდეოს დადების შემდეგ. ჯერ ვიდეო დაიდო, შემდეგ გამოუშვეს. კი, და როცა დაიდო, უკვე ცხადი იყო, რომ იქ არ იყო ყველაფერი რიგზე. ანუ ის სავარაუდოდ თბილისიდან არ გაუყვანიათ, ხომ? როგორც აღწერს მარშრუტს თინა. და როგორც თვითონ აღწერს ეს მარშრუტი არ იყო ძალიან ესეთი გრძელი. შესაბამისად, მივიდნენ ესე ჩვეულებრივ და უთხრეს, რომ უბრალოდ სალაპარაკო გვაქვს და უნდა წაგიყვანოთ, ნიღბებით ეს ადამიანები, რაღაც სპეციალური კეპებით შეგული. ღამე, კი. როდესაც ის მიდიოდა სახლში, უკვე ადიოდა საკუთარ სადარბაზოსთან. მას შემდეგ წაიყვანეს, აუხვიეს თვალი და უთხრეს რომ ეს ვიდეო უნდა ჩაეწერა. როდესაც მან თქვა რომ მას ერთხელ უკვე მოხდილი ჰქონდა თან რაშუაში იყო ხა 8 წლის შემდეგ აქ უკვე საუბარი იყო მის მცირეწლოვან ბავშვებზე. დაუსახელეს ყველა ის ადგილი, სადაც ბავშვები დადიან. დაუსახელეს ისიც რომ ზუსტად იცის სად დაყავს სპორტულ წრეებში ეს ბავშვები და რომ ბავშვებს შეიძლება შეექმნათ პრობლემა თუ ის ამას არ გააკეთებს და ამის შემდეგ ჩაიწერა ეს ვიდეო და ამის შემდეგ გამოქვეყნდა ეს ვიდეო. და იყო რამე დამატებითი მოთხოვნა მის მიმართ, ნახსენები იყო თინა, ნახსენები იყო რაიმე პოლიტიკური პროცესი გარდა ივანიშვილის თემისა. ხო, მე ვფიქრობ რომ ამაზე თვითონ უნდა ამ დეტალებზე უმჯობესი არ თვითონ ისაუბროს, მაგრამ მთელი ეს პროცესი სხვა არაფერს არ უკავშირდება, ხო? კოტე დიდი ხანია პოლიტიკაში არ არის. ეს ერთი, მეორე ამ საკითხთან დაკავშირებით მოიხადა 8 წლის წინ ბოდიში და ვისახსოვდა ეხლა ეს საკითხი საერთოდ ეხლა თვითონ რო არ გაიცოცხლებინათ ეს ყველაფერი. ეს ამიტომაც ვამბობთ ჩვენ რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ ერთადერთ რაღაცას, ადგილობრივი თვითმმართველობის ბოიკოტის თემას, იმიტომ რომ ეს არის ეხლა მნიშვნელოვანი განხილვის თემა და მნიშვნელოვანი ამბავი ოპოზიციისთვისაც და ბიძინა ივანიშვილისთვისაც და აქ პოზიცია თინასი და ნაციონალური მოძრაობის არის ძალიან მყარი თინასი, როდესაც ძალიან პრინციპულად
ნამდვილად იცავს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ამ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოიკოტის თემას, ყველაზე კარგი რაც შეეძლო ბიძინა სათავისო გაეკეთებიდან იყო ის, რომ თუ თინას ჩამოაშორებდა ამ პროცესებს, ხო? სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს, რაში შეიძლებოდათ ეხლა ეს ყველაფერი დაჭერდებოდა. უცნაურია თვითონ ამ საკითხის გააქტუალურების თემა, რაც მებრძანეთ იმ თვალსაზრისითაც, რომ ივანიშვილს არ უნდა სჭირდებოდეს, რომ მის შვილზე ამ თემის პედალირება მოხდეს. მივიწყებული ფაილი ამოიღო და ისევ გააცოცხლა. რატომ შეიძლება მას ეს გაეკეთებინა? ეს იგი ფაქტობრივად რაღაცნაირად შვილის თემა, თუ კი მისი ხელი ამაში ურევია, მოდით ასე დავსვათ საკითხი, არის ძალიან უცნაური და რაღაცნაირად გაწირვა პერსონის, ვიზეც კიდევ ერთხელ ხდება ამ საკითხის აგორება, რაც ტრადიციული ქართული საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს პრობლემა, ხო, აღქმის. ჩვენ არ გვინდა ამ თემაში შევიდეთ, ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არის მომხრე იმის, რომ ყველაფრის უფლება აქვს, არავის პირად ცხოვრებაში შესვლის უფლება არავის აქვს და კოტე იოსელიანის პირველი ბოდიში ნამდვილად იყო კარგი მაგალითი იმის, რომ თუ კი აქ ხდება შეცდომები, კარგია რომ ადამიანებმა აღიარონ, მაგრამ ახლა ამ თემის გააქტუალურება წესი თუ ვინმეს არ აწყობდა, ეს იყო ივანიშვილების ოჯახი. აი აქ მაქვს კითხვა, როგორ მოხდა, რომ ეს თემა კიდევ ერთხელ პედალირებით ასე წინ ამოვიდა და მათთვის არასასიამოვნოდ კიდევ ერთხელ დატრიალდა საზოგადოებაში. ანუ ადამიანებს ეს არც ახს მე ეს გულწრფელად გითხრათ, ძლივს გავიხსენე, რაზე იყო საუბარი. მეც არ მახსოვდა ასე დეტალებში, ძალიან ბუნდოვნად მე დავძებნეთ. მე ზუსტად ასე და იქ სადაც ჩვენგან სახსოვდა, მეც მსგავსად ნაკლებად მახსოვდა. ანუ იქ სადაც ჩვენ, რომლებიც ესე აქტიურად ვართ ამ ყველაფერში ეს აღსადგენი გვექთ, ანუ საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ეს კიდევ უფრო ცნობილი გახდა აი ამ დღევანდელი მოვლენების შემდეგ. რომ მივიწყებული ქონდათ. ამიტომ რა იყო ამის მიზეზი? არ ვიცი, მაგრამ რა შეეხება, ბოდის მე გეთახმებით, რომ ყველა ცხოვრება, მაგრამ თუ ვინმე იქნება პირად ცხოვრებაში ქართული ოცნება. არა, ამაზე საუბარი არ არის. კი, ნამდვილად. და თუ რამეზე ბოდიში მოსახდელია ქართულ ოცნებას, მათ შორის 2012 წელს უბინძურეს ჭორებს რო ავრცელებდა სანდრა რულოვზე, მათ შორის და მიხეილ სააკაშვილის ოჯახზე და არა მხოლოდ, მაგრამ არ ვიცი რა დღესაც არ არაკლებენ ამ თვალსაზრისით, ძველი კგბ-შნიკური საუკეთესო ტრადიციით კომისიას, რომელიც ასევე შექმნილია თქო ამ ჭორებზე აგებული და დღესაც აი ამ ჭორების აი ამის მიღმა რომ დისტანცირდეთ აქედან ჩვენ რა თქმა უნდა რჩებით იმ ჩარჩოში ყველანი რომ ყველას უფლება უნდა იყოს დაცული აი აქედან გამომდინარე მართლაც და ძალიან საგანგაშოა თუ კი უკვე ისე აქვს რეჟიმს თვალზე ბინდი გადაკრული რომ ამასაც ვერ აანალიზებს რომ ეს მეფის შვილისთვის და მეფის ოჯახისთვის იყო ცუდი. მეფის შვილისთვის კი ნახეთ თან თინასთან რა უნდა გაიკეთებიათ ეხა მარტივად რო ვთქვათ როდესაც ადამიანის გაჩერება გინდა და პოლიტიკოსის გაჩერება გინდა ხო ან უნდა დაიჭირო ან უნდა მოისყიდო ან უნდა დააშანტაჟო და შეაშინო თინა ვერ დააკავეს იმიტომ რომ იმ კომისიაზეც კი იმ აბსურდულ კომისიაზეც კი თინას დაბარება ალბათ იმდენად აბსურდული იქნებოდა, თუმცა არაფერს არ გამოვიწყო, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამ კომისიის პარკლებში მას ვერ შეეხნენ. თინასთან მოსყიდვა არის ვერ შეძლეს და არის გამორიცხული ამბავი და რითი შეიძლებოდა დაეშანტაჟებიათ ქალის, სამი შვილის დედა თუ არა თავისი მცირეწლოვანი შვილებით, რომელზეც უთხრეს რომ დამით ფაქტობრივად გაუგზავნის მესიჯი, რომ შენი აქტიურობა შენთვის კი არ იქნება პრობლემა, შენი აქტიურობა იქნება შენი მცირეწლოვანი შვილებისთვის პრობლემა. ამიტომაც იყო ეს მნიშვნელოვანი და ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი თინას ეს განცხადება შემდეგ ძალიან პრინციპული და ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, რომელთაც მაგალითი მისცა ყველას, რომ არ უნდა გაჩუმდეს ესეთ დროს და საუკეთესო შესაძლებლობა ინფორმირება საზოგადოებას მithumetes პოლიტიკური ლიდერის მოვალეობაც არის, რომ იყოს გახსნილი და დაცულობის გარანტიაც, ამიტომ კარგი იქნება იმიტომ რომ მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ერთადერთი მოთხოვნა რომ ეს საჯარო არ უნდა ყოფილიყო თუმცა ეს გახდა საჯარო ეხლა რა მაინტერესებს როდესაც დღეს ესეთი გზავნილი ქონდათ ქართული ოცნების ქვეშევრდომებს მოლაპარაკე თავებს რომ ეთქვათ რომ თინა რა ფიგურაა რაში გჭირდება გურა მაჭარაშვილსთან და მაჭარაშვილმაც თქვა და მე მგონი ზარქუამაც თქვა რა ტიპის პერსონა ხა ის არის რომ ჩვენ რამეში გვაინტერესებდეს მისი ან შანტაჟი ან საერთოდ მისი როგორც პოლიტიკოსის შევიწროება ამაზე რა პასუხი გაქვთ
სხვა პასუხს მე მათგან არ ველოდი. იმიტომ რომ რომელზე გაუციათ ხოლმე ნორმალური და გულწრფელი პასუხი. ეხლა ყველაფერზე ესე აქვს ნებისმიერ იმ საქმეზე, რომელიც თქვენ ეხლა ჩემამდე აქ სიუჟეტებში ჩამოთვალეთ, ყველა გატაცებაზე, ყველა დანაშაულზე, რაც კი ამ ქვეყანაში 13 წლის განმავლობაში ჩაუდენიათ, მათი პასუხი არის, რომ ყოველთვის ამტკიცებენ თეთრზე, რომ ეს არის შავი და შეუძლიათ თან ამის უსრიცხველად მტკიცება. გამოიძიონ ძალიან მარტივი თუ იტყუება თინა მას შეუძლიათ ეს ძალიან მარტივად დაამტკიცონ, შესაძლებელია ამის დამტკიცება და მე მაინტერესებს რომ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის გამო, იმის გამო რომ მონა დაუძახეს, ახალგაზრდა სტუდენტები გოგოები გაუშვეს ციხეში და აქ საუბარი არის ასევე ოპოზიციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერზე, რომლის ოჯახის წევრი გაიტაცეს და ნორმალური ხელისუფლება რო ყავდეს ჩვენ და რეჟიმი არ გმართავდეს, მათივე ინტერესებში უნდა შედიოდეს ამის გამოძიება და თუ ისინი თვლიან რომ უმნიშვნელო პიროვნება არის თინა და ეს ყველაფერი მოგონილია მათ შეუძლიათ ამის საპირისპიროს დამტკიცება, მაგრამ თვითონვე ძალიან კარგად იციან, რომ ხა ზარქვამ რამდენად იცოდა, არ ვიცი ნამდვილად, იმიტომ რომ მისივე პარტიაში არაფერს არ ეკითხებიან მას და ნამდვილად არ შეუთანხმებდნენ. ამ გატაცებას მიცი ერთადერთი ფუნქცია არის, რომ შემდეგ გამოვიდეს და ყველაფერი გაამართლოს ისე, როგორც ეხლა ამართლებს, მაგრამ იმის შესაძლებლობა, რომ დაამტკიცონ რა მოხდა, აქვთ ისევ თვითონ. თუმცა ამის მოლოდინი ამ ქვეყანაში მე ვფიქრობ არავის არ აქვს, რომ სამართლიანი განაჩენი დადგება. აი თქვენ და ნაციონალურ მოძრაობამაც დაუკავშირეთ ეს საკითხი ამ მომენტში ძალიან პრინციპულ თემას, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები და თქვენ გქონდათ ასეთივე ვერსია, რომ იმის გამო, რომ ამ წუთისთვის ნაცმოძრაობა თინას ლიდერობის წინააღმდეგობას უწევს მოსაზრებას თვითმმართველობის არჩევნებში გასვლასთან დაკავშირებით, სწორედ ამის გამო არის მასზე ეს ზეწოლა. ასეა ხო? ეს მეტი ვერსია ამ ეტაპისთვის თქვენ არ გაქვთ. ეს არის ყველაზე ძალიან მარტივად ახსნი, იმიტომ რომ თუ რამე ეხლა არის მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილისთვის არის ადგილობრივი თვითმმართველობის ბოიკოტი არ შედგეს და ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მდგომარეობა გვაქვს ისეთი, რომ 4 ოპოზიციური პარტიიდან ერთს გადაწყვეტილი აქვს, მეორე ჯერ კიდევ ფიქრობს, მაგრამ სავარაუდოდ გადაწყვეტს და ორი ყველაზე დიდი კოალიცია არის ბოიკოტის რეჟიმში. რა ჭირდება ახლა ბიძინა ივანიშვილს? ბიძინა ივანიშვილს ჭირდება რომ გადაწყდნენ ესენიც და შევიდნენ აუცილებლად ამ ერთი კოალიციის ლიდერებს აპატიმრებს ფაქტობრივად ელენეს გარდა სამს ხომ ასეთი პირი უჩანს ნიკას სამწუხაროდ უნდა ვთქვათ რომ არა ესეც იგივე ელის ხო ამას ჩვენ არ ვიტყვით პირველები და თინაზე იყო ამ ფორმით ზეწოლა. აი აქ თუ განეიტრალდებოდა ორი ეს კოალიცია, აქ არის საუბარი იმაზე რომ შევიდოდნენ თუ არა არჩევნებზე. ნახე, აი თუ განეიტრალდებოდა იმით თუნდაც რომ არ იქნებიან ესეთი პრინციპულები, ესეთი აქტიურები ბოიკოტის პროპაგანდირებაში, მათ შორის საერთაშორისოებთან, მათ შორის ქვეყნის შიგნით. ეს არის ახლა აქ მთავარი, რომ ეს ორი კოალიცია ამ ყველაფერში იყოს განეიტრალებული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შევიდნენ ისინი, ვისაც უნდა შესყო. იმიტომ რომ ამაზე დიდი პრობლემა ამ წუთას ბიძინა ივანიშვილს, რითაც ის ფიქრობს, რომ დაალაგებს თავის ურთიერთობას საერთაშორისოებთან, მათ შორის ლეგიტიმაციის ნაწილში არ არსებობს ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობაში ოპოზიციის. კი ბატონო, აი აქ თქვენ ფიქრობთ, რომ დანარჩენი ორი კოორდინირებულია ხელისუფლებასთან, ასეთი მძიმე ბრალდება გაქვთ მათი მისამართით, თქვენი ყოფილი კოლეგების თუ თანამებრძოლების, გახარია შეიძლება ნაკლებად უფრო აქ მე შემიძლია ესეთი რაღაცა ვთქვა და ამას ვამბობ ხოლმე ხშირად, რომ იმის გათვალისწინებით ვის უფრო მეტად ჭირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა და რა იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგი და ჩვენს ხო წინასწარ ვიცით რა იქნება ეს შედეგი. ეს შედეგი იქნება ის, რა ციფრიც მოუნდება ბიძინა ივანიშვილს, რომ დაუწეროს ოპოზიციას. ხო, ხა არ ჩამოთვლი იმ არგუმენტებს ადგილობრივი თვითმმართველობასთან დაკავშირებით, რაც ბრძოლა ყოველთვის ღირს აიგუშინ საღამოს ამბობდა სწორედ ბადრი ჯაფარიძე ჩვენს ეთერში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც ყოველდღიურად ნაციონალური მოძრაობა საუბრობდით იმაზე, რომ პირადობის მოწმობები ჩამორთმევა და უბედურება ხდებოდა მაგ ქვეყანაში, მაშინ იყო უფრო აქტიური გასამართი, მათ შორის ჩემი პატივსაცემი ლელოსა და გახარიას მხრიდან, რომ აი მაშინ არ დაგვეშვა ის, რომ დაგვეთმო ბიძინა ივანიშვილის და არ წაერთვა ეს არჩევნები. ეხა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი თავისი არსით, განვითარებული მოვლენებით, გაუარესებული საარჩევნო გარემოთი, ხო, მათ შორის ბოლო წართმეული არჩევნებიდან დღემდე საარჩევნო გარემო გაუარესა, თორე ხო არ გაუმჯობესებულა, ხო, ამ ყველაფერში. ამ ყველაფერში, როდესაც მინიმალური შანსი არ არის იმისი, რომ ოპოზიციამ რაღაცა შედეგი დადოს და ყველა ვინც ამას ამბობს იტყუება, ყველა იტყუება, ვინც ამბობს, რომ თბილისს წაგლეჯენ, ზუსტად ისე რომ თბილისს არ წაგლეჯენ, ვერ წაგლეჯენ, უბრალოდ რამდენსაც მოუნდება იმდენს დაიწებ. ამ შემთხვევაში არის ორი, რატომაც შეიძლება შედიოდეს ოპოზიციური პარტია აქ. პირველი, ან გარიგებაში უნდა იყოს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები გარიგებაში არ არიან შესულები, ან მართლა მეორე არის ის, რომ უნდა იყოს სასარგებლო იდიოტი და უნდა გეგონოს, რომ იქ რომ 2 და 3 საკრებულოს წევრს შეიყვან და შენს პარტიულ ინფრასტრუქტურას გადაარჩენ, სადღაც ზუგდიდში, თერჯოლაში ან ქუთაისში ან სადღაც და ხელფასი
ფასებზე გეყოლება მიბული შენი პარტიული ინფრასტრუქტურა. ეს არის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ლეგიტიმაციის მოგით, არც ერთ შემთხვევაში თქვენთვის ეს წინადადება არ ხდება მისაღები, მით უმეტეს არც გახარია შემოთავაზების პირობებში, როცა ის ამბობს, რომ ყავდეს თუნდაც ერთი საერთო კანდიდატურა მერის და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ, ეხლა მის მხრიდან ასეთი რამ არ ყოფილა. პირველად მოხდა, რომ მან ეს თქვა. მე ეს არ მგონია გულწრფელი და გეტყვით რატო. ზოგადად არჩევნებისთვის მზადება რა შესთამაშას ვიშვებთ ოპოზიცია ყოველთვის არის ის რომ მათ გონიათ რომ არჩევნებისთვის მზადება იწყება არჩევნებამდე 2 და 3 თვით ადრე და ეს ასე არ არის განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც რეჟიმი გმართავს არჩევნებამდე მზადებას პოლიტიკური პარტია უნდა იწყებდეს მინიმუმ 1 წლით ადრე და თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა იქნებოდა გადაწყვეტილება 4 ოპოზიციური პარტიის მაშინ ეს დისკუსია უნდა გახსნილიყო აი წართმეული არჩევნების მეორე დღიდანვე და მეორე დღიდანვე უნდა დაგვეწყო უკვე მსჯელობაც და საერთო კანდიდატებზე ზრუნვაც და უკვე ადგილებზე მუშაობაც, იმიტომ რომ იქ შემოდის ძალიან ბევრი რაღაცა. იქ შემოდის კომისიის წევრები, იქ შემოდის დამკვირვებლები, შეიძლება ბევრი ლიდერზე მეტად, სხვა შემოდის ადგილებზე რა ხდება. 13 წელია, 13 წელია საარჩევნო კამპანია. გასაგებია და აქ როცა ძლელო გეუბნებათ ასევე რომ მოდით დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, აი ამ ლაპარაკს უდგას წინ რამე, ან თქვენ ხედავთ კიდევ დარჩენილ შესაძლებლობას მათი მოსაზრების თქვენკენ გადმობირების? მე ვფიქრობ, რომ ლელოს მაინც გახარიასთან ნაკლებად ნამდვილად, იმიტომ რომ გახარია იზამს იმას, რასაც მოუნდება და მისთვის ეს მაღალი იდეალები და სამშობლო ჩემი აზრით, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი პარტიული ინტერესია. ლელოსთან დაკავშირებით მე ვფიქრობ და ვიცნობ ლელოში ძალიან ბევრს და მე ვფიქრობ, რომ ეს ამ ადამიანებს აქვთ კიდე შესაძლებლობა, რომ იფიქრონ და რაღაც საბოლოო გადაწყვეტილება მერე მიიღონ. იმიტომ რომ უნდა ისმოდეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის თვითმარჩენებში შესვლა არის ჩემი აზრით ღალატის ტოლფასი, მაშინ როდესაც დიდინა ივანიშვილს მეორე სუნთქვას უხსნი. მადლობა ანა წითლიძეს, რომელიც პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.